მოგესალმებით. დღეს სიმხიარულის დღეა. ყველა დღესასწაულობს ჩემი ქალაქი. მარადიული სიყვარულის ქალაქი. ჩემი წინაპრების აუხსნელი ოცნების ქალაქი. ქალაქი ჩემი ყველაზე საოცნებო ქალაქი. ვინც კი ოდესმე ებრაელად დაბადებულა, ვისაც კი სული ებრაელად მოჰქვია, მარადიული ოცნება ჰქონია ნებისმიერ ქვეყანაში, მოენახულებია შენი მიწა და მოეკოცნა იგი. ქალაქო ჩემ, სამშობლო, აბრაამ, იცხაკი, იაკობისა, ქვეყანავ და დედაქალაქო ერეც ისრაელისა, ემშალა. დღევანდელი დღე შენი გაერთიანების 59 წელიწადია და ასე დღესასწაულობს მოკრძალებულად, გლუმად, მშვიდად შენი ხალხი, თუმცა ამ სიჩუმეს და ამ სიწყნარეს ვერ აღიქვამს ის მომავალი თაობები, რომელმაც შენი აღმშენებლობა კიდევ უნდა მეტად გაძლიეროს. მოგესალმები ჩემო ქალაქო, ჩემო ერუშალაიმ. როგორც ინფორმაციით ჩვენთვის ცნობილი ხდება, ერუშალაიმი საკმაოდ გაიზარდა, ფართოვდა და მისი მოსახლეობაც 1,100,000-ზე მეტია. თუმცა გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ასევე ცნობილი ხდება, რომ უმეტესობა არის რელიგიური ებრაელი. მთავარია ებრაელი, არიან არაბები, 4 ნაწილად არის ერუშალაიმი გაყოფილი და ერუსალიმი. ძირფესრეთიებს მენობა. არასოდეს ყოფილა ისეთი მშვიდი ზეცა. არასოდეს ყოფილა ისეთი მშვიდი განწყობილება, როგორც დღეს ერუშალიმი. არ დარბიან და არ ფრიალებენ თვითმფრინავები. არა, ეს მშვიდია ერუშალაიმი. ძალიან კარგად მახსოვს და დღეს არ მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო იმაზე, ერთ-ერთ უდიდეს მეცნიერთან ბატონ ჯემალაჯიაშვილთან როგორ ავიარა გოლგოთის გზა. რა საოცარი იყო მაშინ, რაც განსვენებული ბატონი ჯემალი და როგორ პატარა კნუტივით მიუყვებოდი, რომ კარგად გამეგო მისი სულის მოხალვარება. როგორ იყო ერუშალაიმი მაშინ, როდესაც ძველი გურჯები ბინიამინაში აპირებდნენ გადასვლად როთშილდებისა და ბარონების გამო, რომელმაც ბაღის და ვარდების პლანტაციები შეუქმნათ, უფრო იოლად რო ეცხოვრათ. იხოცებოდა მაშინ გურჯების მოხიკანები, რამე თუ ბევრი მტერი ჰყავდა ერუშალაიმში. მოგესალმები ერუშალაიმ. მოგესალმები ჩემო საყვარელო ქვეყანო. რამდენი მოგესალმები. მოგილოცავ შენს ბრწყინვალე დღეს, შენს ერუშალაიმს, შენს ღირსებას და მრავალჟამიერ ყოფილიყოს შენი თავისუფალი ყოფა შენთვის საყვარელ ებრაელებთან. დაგელოცოს ჩემი შვილნი და ჩემი მოჰიკანი. დაგელოცოს ყველა ის, ვისაც უყვარდი და ვისაც უყვარხარ დღეს. მოგესალმები ერუშალაიმ. მოგესალმები ერუშალაიმ. ძვირფასო რადიო მსმენელო, დღეს შეგნებულად არ შევქმენი რაიმე ის განსაკუთრებული ლიტერატურული პოზიცია, რომელსაც თქვენ შეიძლება მეტად აღავლებთ. თუმცა ჩვენს գրეთ მრავალმხრივი და მაღალი ხარისხის სტუმრები ხართ.
ქალაქის მერი ბატონი მოშე ლეონი. მოგესალმებით. ესალმება ისახლად შექმნით ჯერ კიდე უსუსურ, მაგრამ ექვსე დამდგარ ქართულენოვან რადიოს ერუშალაიმიდან. პროფესორი დოდო ჩიკოშვილი, დოქტორი ნატალი მეგრელიშვილი, პროფესორი ლადო ჭერიძე და ქალბატონი პოეტი მარინა ყიფიანი, რომელსაც უდიდეს მადლობას ვუხდით შემოქმედებისათვის და ჩვენთან მონაწილეობის მიღებისთვის. პარალელურად თქვენ შესაძლებლობა გექნებათ მოისმინეთ ყველა ის ნაცნობი მელოდია, რომელიც ერუშალაიმზე დაწერილია. უდიდეს მადლობას მოვახსენებ ქალბატონ ქრისტი ჯაფარიძეს, რომელმაც საგანგებოდ გამოგვიგზავნა მელოდიები ერუშალაიმის დაკავშირებით. უდიდეს მადლობას მოვახსენებ ქალბატონ ქრისტი ჯაფარიძეს, თბილისი, საქართველო, რომელმაც საგანგებოდ გამოგვიგზავნა მის მიერ ებრაულად შესრულებული მელოდიები ერუშალაიმზე. რა თქმა უნდა, ებრაულ ენაზე. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც დიდი სურვილით, დიდი პათოსით შეხვდა ჩვენს სურვილს. მე მართალია მოწოდება გავახმაურე ყველაზე. პარალელურად თქვენ მოისმენთ მაია ვერძეულს, პარალელურად თქვენ მოისმენთ ათგანსვენებულ ერთ-ერთ უდიდეს მომღერალს ოფრა ხაზას და ძალიან ბევრი ისეთ მომღერლებს, რომელიც ჩვენს გადაცემაში მიიღებენ ჩვენი არჩევით მონაწილეობას, ასე რომ ილოცავთ ერუშალაიმს. ერუშალაიმობა ეს გამარჯვების, აღამავლობის და სიდიადის დღეა. რაც თვალდახუჭული დგევარ გოლგოთის აღმართზე და ოცნებობი მწამზე, თუ როგორ შეიძლება იყო დიდებული, თუ როგორ შეიძლება იყო ის ქალი, რომელმაც სამშობლოს ღირსება ხრებით ხუნტკივნეულო დატო. მოგესალმები, ჩემო ქალაქო, სიყვარული და სიხარული არ მოგხსნოდეს. ამინ. მრავალშაბათი. אוויר הרים צלול כיין וריח אורנים נישא ברוח ארבעים עם כל פעמונים ובתרדמת אילן בעבר שבויה בחלומה העיר אשר בדד יושבת ובליבה חומה ירושלים של זהב ושל נחושת ושל אור, הלא לכל שירייך אני כינור. ירושלים של זהב ושל נחושת ושל אור, הלא לכל שירייך אני
שור כתרי קטונתי מצעיר בנייך ומאחרון המשוררים כי שמך צורב את השפתיים כנשיקת צרף אם אשכחך ירושלים אשר כולה ירושלים של זהב ושל נחושת ושל אור הלא לכל שירייך אני כינור ירושלים של זהב ושל נחושת ושל אור הלא לכל שירייך אני הקהילה הגיאורגית היקרה כל כך בירושלים ובכל רחבי הארץ, שלום רב וחג ירושלים שמח. אני מבקש לברך אתכם לרגל יום ירושלים ולהביע הערכה גדולה לקהילה הגיאורגית שהיא חלק משמעותי. אני שמח על הקמת רדיו G18, תחנה חדשה שמשדרת בירושלים בשפה הגיאורגית ומחזקת את החיבור בין הקהילה, התרבות והעיר שלנו. ירושלים היא עיר שמחברת בין אנשים, מסורות וקהילות, זו בדיוק העוצמה המיוחדת שלה. אני מאחל לכם הצלחה רבה, המשיכו לחבר בין לבבות ולעשות טוב מירושלים לכל רחבי הארץ. חג ירושלים שמח. მოგესალმებით, ქალბატონო მერი, მივესალმებით ჩვენ პატივცემულ რადიო მსმენელებს. სურს მოგილოცოთ სულ ყველას ერუშალაიმის დღე. ეს დღესასწაული, რომელის ძირითადი ტრადიციებზე სურს გავამახვილო ყურადღება. ეს ამ დღეს სახელმწიფო ცერემონიები და სამახსოვრო ღონისძიებები იმართება. ცვლილობები ერუშალაიმში, ლოცვა დასავლეთის კედელთან, კონცერტები, დროშები და სადღესასწაულო ღონისძიებები მთელ ქალაქში არის მოფენილი და დღესასწაულს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რელიგიური სიონისტებისთვის და ისრაელში ოფიციალურ სახელმწიფო დღედ ითვლება. რელიგიური სიონისტებისთვის ერუშალაიმის დღე არა მხოლოდ ეროვნულ დღესასწაულად, არამედ ღრმა რელიგიური მნიშვნელობის მქონე მოვლენად ითვლება. და რატომ არის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ 6-დღიანი ომის დროს ისრაელმა მოიპოვა ერუშალაიმის ძველი ქალაქის კონტროლი და წვდომა დასავლეთის კედელზე, წმინდა ადგილზე, რომელზეც ებრაელებს 1948 წლიდან 1967 წლამდე თავისუფალი წვდომა არც კი ჰქონდათ. ბევრი რელიგიური სიონისტი ამას აღიქვავს როგორც ერუშალაიმის დაბრუნების შესახებ საუკუნოვანი ლოცვის ისტორიულ და სულიერ ასრულებას. მათ მსოფლიო მხედველობაში ისრაელის სახელმწიფო შექმნა და ერუსალიმის გაერთიანების განიხილება როგორც გეულა, ანუ ებრაული ხალხის ეროვნული სულიერი გამოსყიდვის პროცესის ეტაპები. რელიგიური სიონისტური მოძრაობის სინაგოგები ხშირად კითხულობენ მადლიერების ლოცვებს, ჰალელი ამ დღეს და ატარებენ სადღესასწაულო წირვას და ლოცვებს.
დიახ, ერუშალაიმის დღე ისრაელში ოფიციალური სახალხო დღესასწაულია და 1998 წელს კნესეტმა მიიღო ერუშალაიმის დღის კანონი, რომელსაც დიდი სტატუსი არის განმტკიცებული, მაგრამ ყველაფერი როდესაც იწყება და სულ მცირე ისტორიული ცნობა მოგაწოდოთ, რომელსაც დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლება ყველა რადიო მსმენელმა იცოდეთ, მაგრამ ძალიან მინდა ეს რატომ აქვს ასეთი მნიშვნელობა, რომ ეს დავკავშირო ძალიან დიდ ისტორიას, ნამდვილად ანტიკურ ისტორიას ებრაელი ხალხისათვის და არა მარტო. ერუშალაიმის აღმოსავლეთ მხარეს პირველი კედლები ქანანიელებმა ძველი წელთაღრიცხვის მე-17 საუკუნეში ააშენეს. ერუშალაიმის მნიშვნელობა რელიგიაში თუ გსურს რომ განვიხილოთ, ორ რელიგიას მოვიყვანთ მხოლოდ ებრაული ხალხის და ქრისტიანებისთვის რა მნიშვნელობა აქვს. ერუშალაიმი ებრაელი ხალხის უწმინდესი ქალაქია ძველი წელთაღრიცხვის მე-10 საუკუნიდან, როდესაც მეფე დავითმა ის თავის ქალაქად გამოაცხადა. ბიბლიური ტრადიციის თანახმად დავითმა ქალაქი დაიპყრო და ძველი წელთაღრიცხვის 960 წელს მისმა ვაჟმა მეფე სოლომონმა ააშენა პირველი ტაძარი. ამ მოვლენებმა, რომლებიც ქალაქის ღირსებას აღნიშნავდნენ და ძველი წელთაღრიცხვის პირველ 1000 წლეულის დასაწყის პერიოდს მოიცავდა, ებრაელი ხალხისთვის მნიშვნელოვანი სიმბოლური შენაძენი იყო. მეორე ტაძარი, რომელიც 400 წელზე მეტხანს გაგრძელდა მისი მშენებლობა, მეფე ჰეროდეს მიერ მთლიანად იყო აღდგენილი. უდიდესი ებრაული სალოცავი 70 წელს რომაელებმა გენერალ ტიტუსზე არის საუბარი, მთლიანად გაანადგურა. დღეს დასავლეთის კედელი ტაძრის მთის შემაკავებელი კედლის ნაშთია. ებრაელებისთვის ყველაზე წმინდა ადგილად ითვლება და მეორე ადგილზე მხოლოდ ტაძრის მთაზე მდებარე წმინდა და წმინდის შემდეგ ებრაელები თვლიან, რომ მომავალში ერუშალაიმში აღდგენილი ტაძარი მთელი კაცობრიობის თაყვანისცემისა და განათლების ცენტრად იქცევა და შესაბამისად ერუშალაიმი მსოფლიოს სულიერ ცენტრად იქცევა. თუ ვისაუბრებთ თუ რა მნიშვნელობა აქვს ერუშალაიმს ქრისტიანული რელიგიაში, ყველაზე წმინდა ქალაქად ითვლება ქრისტიანულ სამყაროსათვის. სწორედ აქ მეორე ტაძრის პერიოდის გვიანდელ ეტაპებზე დაიბადა ქრისტიანობა. ახალი აღთქმის თანახმად ერუშალაიმში დაბადებიდან მალევე მიიყვანეს. ასევე არსებობს იესოს მიერ ტაძრის განწმენდის შესახებ ცნობა, სხვადასხვა ვაჭრის განდევნა ტაძრის ეზოს წმინდა ტერიტორიებიდან. ახალი აღთქმის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები არის უფლის ჯვარცმა და აღდგომა. ამიტომ ერუშალაიმში ყველაზე ცნობილი ქრისტიანული ადგილი არის გოლგოთა, თავის ქალის ადგილი ეგრე უწოდებენ და ქრისტეს ჯვარცმის ადგილი. ტრადიციულად გოლგოთას და იოსეს მიმდებარე საფლავის ქრისტეს ადგილმდებარეობის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად ითვლება ის ტერიტორია, რომელსაც ამჟამად წმინდა საფლავის ეკლესია უკავია. შესაძლოა ქრისტიანებისათვის ყველაზე წმინდა ადგილი და მათი მიმლოცველებისთვისაც ეს ადგილი ითვლებოდეს. როდესაც ჩვენ ვთქვით 1967 წელს ექვსდღიან ომში გამარჯვებაზე ვისაუბრეთ, გამარჯვების შემდეგ ისრაელმა აღმოსავლეთ ერუშალაიმში ანექსირება და მთელ ქალაქზე კონტროლი მოიპოვა. მან იურიდიულად
გამოჰყო აღმოსავლეთ ერუშალაიმში დასავლეთ სანაპიროსგან და გამოაცხადა სუვერენიტეტი გაერთიანებულ ერუშალაიმზე. გაეროდა საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი ოფიციალურად არ ცნობს ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილის ანექსიას და ისრაელის სუვერენიტეტს მასზე. მხოლოდ 2025 წლის დასაწყისისათვის ერუშალაიმში განთავსებული იყო უკვე 6 ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატების, გვატემალა, კოსოვოს, ჰონდურასის, პაპუას, ახალი გვინეის და პარაგვაის საელჩოები და 22 ქვეყნის საკონსულო. ერუშალაიმის დღე ისრაელის დღესასწაული არის, რომელიც 6-დღიანი ომის შემდეგ ერუშალაიმის გაერთიანებას აღნიშნავს და ის ებრაული კალენდრით მიხედვით იარის 28 რიცხვს აღნიშნება. ანუ საუბარი გვაქვს რომ 14 მაისის საღამოს. თუ დღევანდელ მოსახლეობაზე ვისაუბრებთ ერუშალაიმში, ებრაელები არიან წარმოდგენილი 61%-ით, 38% არიან არაბები და მოსახლეობა მთლიანობაში უკვე მილიონსაც აღემატება. ეს არის ის ცნობა, რაც მე მინდოდა მოლოცვასთან ერთად დამემატებინა ერუშალაიმის დღის საზეიმოდ აღნიშვნისათვის. გისურვებთ, რომ მრავალი ერუშალაიმის დღესასწაული აღნიშნოს საუკეთესო, წარმატებული წინსვლის და გამარჯვებით. უღრმესი მადლობა ყურადღებისათვის. Yerushalayim
მოგესალმებით ქალბატონო მერი, მოგესალმებით ჯომო ძვირფასო რადიო მსმენელებო. იერუსალიმის დღე, იომ ერუშალაიმ. ისრაელის მიწა. ეს ძალზე ფართო მნიშვნელობის ტერმინია, როგორც გეოგრაფიულად, ასევე რელიგიურ ისტორიულად, რომელიც აღნიშნავს ისრაელის ხალხისთვის აღთქმულ მიწას და ებრაელი ხალხის სულიერ ცენტრს. რელიგიურად ეს ხოლმე იუდაიზმისთვის ისრაელის მიწა არის წმინდა მიწა, ისრაელის ხალხისათვის აღთქმული მიწა, წმინდა ადგილი, სადაც ღმერთი თავის რჩეულ ხალხთან ერთად ცხოვრობს. ისტორიულად ისრაელის მიწა ებრაელი ხალხის ეროვნულ სახლს წარმოადგენს. ადგილს, სადაც ებრაელი ხალხის ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება და მოხდა, როგორიც არის ეგვიპტიდან გამოსვლა, სინას მთაზე წმინდა თორის მიღება და, რა თქმა უნდა, ისრაელის სამეფოს დაარსება. წმინდა მიწა, ისრაელის მიწის სინონიმი, რომელიც მიუთითებს მის სიწმინდეს და ცენტრალურ ადგილს ჩვენს იუდაიზმში, ქრისტიანობასა და ასევე ისლამში. ანუ ეს არის ისრაელის მიწის თეორია, თორათ ერեց ისრაელ, თორის შესწავლის მეთოდი, რომელიც ფოკუსირებული არის ისრაელის მიწის მნიშვნელობაზე და მის გავლენას თორის შესწავლასა და ებრაულ ცხოვრებაზე. მოკლედ რომ ვთქვათ, ისრაელის მიწა გაცილებით მეტია ვიდრე უბრალოდ გეოგრაფიულად მისი ტერიტორია. ეს სიმბოლო არის დაპირება, სულიერი ცენტრი და ებრაული ხალხისათვის, რა თქმა უნდა, ღრმა მნიშვნელობის მქონე ადგილი. ჩვენ გვწამს და არ შევშინდებით, ჩვენ გავიმარჯვებთ ისრაელის ერი, როგორც ლომი. ისრაელი ხომ მარად იცოცხლებს. ანუ ასე ვთქვათ, ვისაც წამს არ ეშინია, რადგანაც ყველგან ყოველთვის ჩვენ ყველას დიდსა თუ პატარას გვაქვს, რა თქმა უნდა, კარგი სასიამოვნო დღეები, ასევე უსიამოვნო შემთხვევებიც, უსიამოვნო დღეებიც და მათში ყველა კითხვაზე ხომ პასუხი ერთია, რომ არსებობს ერთი დიდი ღმერთი და ის გვაძლევს ყველაფერს ამ ქვეყნად, სიბნელესა და სინათლის ხივ შორის ხვაობას, სიკეთესა და ბოროტებას შორის ზღვარს. ჩვენ კი უბრალოდ უნდა ავირჩიოთ გზა და ეს არის ნამდვილად ცნობილი, რომ ცხოვრება საჩუქარია, რომელიც ღმერთმა გვიბოდა ჩვენ და რა თქმა უნდა ყველაფერი განგების მისი ნება. ჩვენი ერი ერთი დიდი ოჯახია ისრაელის ერი და სწორედ ეს არის მისი წარმატების საიდუმლოება, რადგანაც ისრაელის ხალხი არ დანებდება ჩვენ ყოველთვის დავრჩებით, აი ის პატარა, მაგრამ დიდი ძლიერი წერტილი მსოფლიოს რუკაზე. ვისაც წამს არ ეშინიაო. ამიტომ ერი ისრაელის ამარად იცოცხლებს და მადლობა უნდა შევწიროთ ღმერთს, რადგან მისი წყალობაც მარადიულია. იერუსალიმის დღე, იომ ერუშალაიმ. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, დღეს საღამოს და ხვალ ჩვენ აღნიშნავთ იერუსალიმის დღეს, იომ ერუშალაიმ. ერუშალაიმი ჩვენი წმინდა ქალაქი, ერთადერთი განუყოფელი და განსაკუთრებულია. იერუშალაიმ, ანუ ირ შალემ, ირ შელ შალომ. იერუსალიმი მთლიანობისა და მშვიდობისა. ჩვენი ებრაელების სიყვარული იერუსალიმისადმი, როგორც იუდაიზმის მარადიული დედაქალაქისადმი, თავად თორიდან მომდინარეობს, წმინდა თორიდან. წმინდა ქალაქი თანახში თორაში ასევე ასჯერ არის ნახსენები და თალმუდ თორა კი დეტალურად და სიღრმისეულად ხსნის აი ამ ქალაქის, წმინდა ქალაქისა და მისი ხალხის კავშირის არსს. და ჩვენ შეგვიძლია ვიკითხოთ, რატომ ვაქცევთ ამდენ ყურადღებას ამ ერთ ადგილს? განაღმერთი ყველგან არ არის? ეს შეკითხვა კი შეიძლება გავრცელდეს დროის განზომილებაშიც. შეგვიძლია დავსვათ ასეთი კითხვაც, რომ რატომ ითვლება გარკვეული დღეები წმინდად? არ არის შესაძლებელი ნებისმიერ დროს განიცადო გამჩენის არსებობა? პასუხი ხომ ერთია, ის რომ ნამდვილად მართალია, რომ გამჩენი ღმერთი
არსებობს ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე. შეიძლება განიცადო და ეს იმიტომ, რომ გამჩენი არის უსაზღვრლო და შეუზღუდავი და რა თქმა უნდა რეალურად შექმნილი. დრო და სივრცე კი თავისთავად, რა თქმა უნდა, შესაბამისად არსებობს და გამჩენი აღემატება ამ ორივეს ერთად, თუმცა თორა, ჩვენი წმინდა თორა, ჩვენი ღვთაებრივი ქმნილება კი აღემატება დროსა და სივრცეს, რომელიც გვასწავლის, რომ არსებობს განსაკუთრებული დროები და არსებობს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ადგილები და სწორედ ჩვენ ვხედავთ, რომ იერუსალიმის სიწმინდე არ მცირდება, პირიქით და ყოველთვის იქნება ყველაზე წმინდა ადგილი მთელ სამყაროში, რადგანაც სიწმინდე, რომელიც გამოვლინდა სინას მთაზე და მოვიდა გამჩენის გამოცხადებით ებრაელი ხალხის წინაშე და სწორედ აქ იყო წმინდა ადამიანის ხელი, რომელმაც გაწმინდა იერუსალიმის მიწა, დავით მეფე. ისევე როგორც დიდმა წინასწარმეტყველებმა შეიძინა სწორედ წმინდა მიწა ტაძრისათვის და კარგად იცოდნენ ამ ადგილის სიწმინდე, რადგან ეს იყო ადგილი, სადაც აბრაამი აპირებდა ისხაკის აღზრდას საკურთხევლისაკენ. ამ ადგილს იაკობმა დაადო თავი და იხილა მისი წინასწარმეტყვერული სიზმარი, ანუ კიბე იაკობისა, სადაც ამ კიბეზე ანგელოსთა ჩასვლას ხედავდა. წმინდა ტაძრის ადგილი ფაქტიურად არის 64 კარიბჭე, ანუ შაარ შელ გან ედენ. აქ ისრაელის შვილთა გული სავსეა ემოციებით, როდესაც ჩვენ უახლოვდებით ტაძრის ბოლო ნარჩენებს, აი იმ დასავლეთის კედელს, ეგრეთ წოდებულ გოდების კედელს, აშენდა როგორც საყრდენი კედელი იერუსალიმისა, რომლის თითოეული ქვა შეიცავს ყველა გულის ტკივილს და მთელ ტანჯვას, რაც ებრაელთა ისტორიაში აღინიშნება. იქ ხომ მილიონობით წრემლი დაიყვარა, მილიონობით ლოცვა ითქვა იქ ამ წმინდა ადგილას. მათთან შეხება და ლოცვა, ანუ ეს არის შეეხო ღვთის ნაკურთხს, სახეს და მის გულს. მე ვისურვებ ჩემს ქალაქსა და მის მაცხოვრებლებს, რომ აყვავება მშვიდობა და სიმშვიდე ქონოდეს ებრაელ ხალხს და რა თქმა უნდა იერუსალიმი სამარადისო დედაქალაქი არის ებრაელთა ერისა და ისრაელის სახელმწიფოსათვის. ეხლა კი მინდა შემოგთავაზოთ ჩემი გრძნობა და სიყვარული წმინდა იერუსალიმისადმი, ანუ ჩემი ლექსი იერუშალაიმ წმინდა ქალაქო. აღთქმულ მიწისკენ ჰერიო ჰერი, გულს ჩასჩურჩულებს იმედი ხვალის და იერუსალიმის წმინდა კედელი დახურებს ყველა სიკეთის თვალით. შენ ხომ სოფლიოს მაჯის შემახარ, სამი რელიგიის წმინდა ალაგო, იქეთ მეჩეთი დაჯვრის ტაძარი, აქეთ ხომ დიდი სინაგოგაო. ბევრი ბრძოლები გადაგხდენია, ჩვენო სიმაგრებ და ჩვენო რწმენავ, მაგრამ შენს გუმბათს ვერ შეხებია, ვერც ერთი მტერის ვერაგი მზერა. დავითის ფარი გიდგას გიფარავს და მისი ვარსკვლავი გლოცავს. ნეტარ ვინც ადის იერუშალაიმს და წმინდა სალოცავს ლოცავს. იერუშალაიმ წმინდა ქალაქო, სურნელო დილის ზეითიმების, თეთრო ლამაზო ქუჩა უბნებო, შვიდო მუსიკა სიმების ხიდის. აღთქმულ მიწაზე ჰარაბაითი და წმინდა კედელი გოდებისაო. იერუშალაიმ იყავ ხარ და იქნები წმინდა სალოცავი ქვეყნისაო. იერუშალაიმ მშვიდობისა და მთლიანობისა, განუყოფელო ქალაქო დავითისაო, ღმერთმა გვიბოძა ჩვენს შთამომავლობას. იერუშალაიმ წმინდა ქალაქო, მარადჟამ შენ ისრაელის დედაქალაქო. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვისურვებდი, რომ ჩემს ქალაქს, ჩვენს წმინდა ქალაქს იერუშალიმს და მის მაცხოვრებელს უსულო აყვავება მშვიდობა, სიმშვიდე. ებრაელი ხალხი ხომ მარად იცოცხლებს. ისრაელი სამარადისოდ დედაქალაქი არის ისრაელის და იერუშალიმი, ებრაელთა ერისა და ისრაელის სახელმწიფოსი. გილოცავთ იერუსალიმის დღეს, ჩემო ძვირფასო მეგობრებო. ეხლა კი ივრითულ ენაზე მინდა მოგილოცოთ.
חברים יקרים, היום ערב יום ירושלים. ירושלים העיר הקדושה אחד ויחידה ומאוחדת. אני מייחלת לעיר שלנו, ירושלים הקדושה, ולתושביה לצמוח בשלום ובשלווה. ירושלים בירת הנצח לעם היהודי ולמדינת ישראל. עם ישראל חי וקיים. יום ירושלים שמח. გილოცავთ შემოძვირფასო მეგობრებო, გილოცავთ ქალბატონო მერი. მრარაჯამს იერუშალაიმი, ჩვენი წმინდა ქალაქი, ისრაელის ერისა და ისრაელის სახელმწიფოს დედაქალაქი. უდიდესი პატივისცემით თქვენდამი ნატალი მეგრელიშვილი, იერუსალიმი. დივალოა ქალბატონ მარინეს ჩვენთან თანამშრომლობს. ოი ქალაქო. ლექსი მარინა ყიფიანის კითხულობს ავტორი. ვუძღნი იერუსალემს. ყველა მორწმუნის სულიერო თავშესაფარო. დღეს შენი დღეა უმასპინძლებ უამრავ სტუმარს. ცრემლით ნაგებო კედლებო და დიდ წილ ნაყარო. ზეცსა უფლისგან დალოცვილი ქუდად რომ ხურავს. იერუსალიმს ნატერფალი უფლის ატყვია და ლაქად დღემდე შერჩენია სისხლის წვეთები. გოლგოთის ქარი მოზუზუნე აფხიზლებს წყდიაც. ვინ სტუმრობს ქალაქს, ყველა სულის სიმშვიდეს ეძებს. მარადისობის უძლეველო გმირო ქალაქო. რამდენი ცრემლი გინახავს და რამდენი დარდი და მაინც მედგრად ყველა მლოცველს ფარად დარაჯობ. წმინდა ტაძრების სამყოფელო აწვდილოთ სამდის.
იწვის სანთლები მდუმარებით მლოცველთა ხელში, უფლის ხელები თითქოს ზეცსა მშვიდად იხრება. საუკუნეებს სუნთქვა ეკვრის გადაღლულ მკერდში, იესოს მადლი მომლოცველთა სულში იღვრება. ვინც ერთხელ მაინც ღირსი გახდა შენი სტუმრობის, გული დატოვა, მოიპოვა სიმშვიდე სულთა, ოი ქალაქო, მუდამ ჩუმო სამიზნე მტრების, ქართველთა გულში სალოცავად ენთები მუდამ. წაიღეთ ლექსი მარინა ყიფიანის, კითხულობს ავტორი. დატყვევებული სულის სანაცვლოდ, წაიღეთ ჩემი ღიმილი სახის, ოღონდ არასდროს, არ დამიშალოთ ოცნება ღამით, არ გამიხუნოთ, არ დამიცხრილოთ, არ დამისეტყოთ იმედი გულში, თუნდ წყლულზე წყლული კვლავ გამიჩინოთ, თუნდ ავდრიანი დღე მედგას სულში. წაიღეთ, რაც კი გამაჩნდა ოდეს, შემონახული რაც მაბადია ოღონდ აროდეს, შიში არ მქონდეს, რომ ჩემ მიწაზე მტრები დადიან, ოღონდ ნუ მეტყვით ჩამოდნა ცრემლად, სანთლები შენი ხელით ნანთები, ნუ მეტყვით შვილებს გვტაცებენ მძევლად ღმერთო, მეტად ნუ გამიავდრდები. თუნდაც სიცოცხლე წაიღეთ მიჯობს, არ მედარდება, წამებში დავთმობ, ოღონდ ძმა გულში ხანჯალს ნუ მირჭობს, დასამარებას ჩემსას ნუ ნატრობს. წაიღეთ, სუნთქვა წაიღეთ გულის, ის ხომ წამებში 1000 ჯერ კვდება, მოწილე გავხდით 1000 რჯულის, სამშობლოს მხოლოდ სახელი რჩება. წაიღეთ, სულში ხანძარი ღვივის, ზარხში წინაპარ სისხლი აიმღვრა, ხნულში საჯიშე თესლები ღვივის, ნერვების ყველა ძაფი დაირღვა. ხელის თითებზე ვითვლი ნატყვიარს, გახსნილ ჭრილებზე ვერ ავიცამლე, შენთვის გასროლილ ცხელდაბრ მატყვიას მამულო, მკერდზე მე დავინაცვლებ. გადარგულ ვაზის ძირი ვარ. ლექსი მარინა ყიფიანის, კითხულობს ავტორი. მე იმ ბერმუხის ფესვი ვარ, ვას დაკიდული ცრემლები, სამშობლოს უცხო ქვეყნიდან ლექსებით თავს რომ ვევლები, ლურჯით სის გაელვება ვარ, ღრუბლებს რომ შეხრის ჯარადა, შვილების შორით მზერა ვარ, მტერთან დამდგარი ფარადა, გულს საწყვეტილი მძივი ვარ, ტოტს გაცვენილი ფოთოლი, გადარგულ ვაზის ძირი ვარ, დამჭკნარი ვარდის კოკორი. ქარი ვარ ხმაურიანი, მზესხვის მიწაზე მნათობი, ხან აურზაურიანი, ხანაც მშვიდი და დამთმობი. ხავს მოდებული ბილიკის, დავიწყებული დარდი ვარ, და მაინც სახე ღიმილით ხვალის იმედით დავდივარ. ფიქრი ვარ მოხუც მშობლების, გზად მომლოდინე გულისა, სიმღერა ემიგრანტების უკვალოდ დაკარგულისა. ხევებში ქარიშხალი ვარ, კლდეში ნანგრევი ბუდისა, ერთი უბრალო ქალი ვარ, ლექსი მალამოდ წყლულისა. რკინის ბოქლომის ჟანგი ვარ, კარს დადებული წლობითა, სევდით ნამღერი ჰანგი ვარ, აჟღერებული წყრომითა. დროჟამ ნაცვეთი ხმალი ვარ, არ ჩაგებული ქარქაშსა, უდრეკი ემიგრანტი ვარ, ფიცავ წინაპარ საფლავსა, ვერ დამაჩოქებს მამულთან, წლობით ფესვიდან მოწყვეტა, დრო მოვა დაბრუნების და გულს ჩახუტების მოძმეთა. Galobo, rarigagaho, vit musica, viton hangot, vit sagaravo, samatas
სამყაროს შუაგულის შუამათაო ციგნთა ციგნის სამშობლო და ჩირაღდანო ყველას ნატურა და ოცნება ახდენილო ათიმცნების დამფუძვნელო ბრძენ ქალაქო ყველას ნატურა და ოცნება ახდენილო ათიმცნების დამფუძვნელო ბრძენ ქალაქო იერუშალაიმ ვიდრე გნახავდი მე არ ვიცოდი მე არ მჯეროდა თუ სული შენი მე ასე მეყვარებოდა იერუშალაიმ ვიდრე გნახავდი მე არ ვიცოდი მე არ მჯეროდა თუ სული შენი მე ასე მეყვარებოდა სამიათასამორითაც იამაბორე სამიათას სიხარულად ჩაგეკვირები შენთვის სიტყვა და მაღლა მზე ქალაქო შენს კალთებზე სისხლადაც ალენათები შენთვის სიტყვა და მაღლა მზე ქალაქო შენს კალთებზე სისხლადაც ალენათები იერუშალაიმ ვიდრე განახავდი მე არ ვიცოდი მე არ მჯეროდა თუ სული შენი მე ასე მეყვარებოდა იერუშალაიმ ვიდრე გნახავდი მე არ ვიცოდი მე არ მჯეროდა თუ სული შენი მე ასე მეყვარებოდა იერუშალაიმ ვიდრე განახავდი მე არ ვიცოდი მე არ მჯეროდა თუ სული შენი მე ასე მეყვარებოდა თუ სული შენი მე ასე მეყვარებოდა თუ სული შენი მე ასე רגלינו בשערייך ירושלים ותותחינו מרעימים לך שיר מזמור ורק דמעות הגאווה שבעיניים נוטפות דומם על המדים והחגות ציון הלא תשאלי לשלום בחורייך ציון זה האושר שואג וחזנו פראית למנצח מזמור למנצח הנקלע ורימון בשערייך בדמנו חיים בדמנו חיים ג'רחת נבי סמואל לילי היו רוחות תשח שרות לך בדרכן
אשכחך אם אשכחך ירושלים, אך לא שכחנו, והרי אנחנו כאן. ציון הלא תשאלי, לשלום בחוריים. ציון זה האושר שואג בחזנו פראים. למנצח מזמור, למנצח על מקלע ורימון בשערייך, בדמנו חיים, בדמנו חיים. אינך ישבת בדד שסועה בין גדרות התאי, ואיך נשבענו לך עיר מלך ונביא, כי לא נשק נערותינו על שפתיים, עד אם נשק לכותל המערבי. ציון הלא תשאלי, לשלום בחורייך. ציון זה האושר שואג בחזנו פראים. למנצח מזמור, למנצח על מקלע ורימון בשערייך, בדמנו חיים, בדמנו חיים. זיתים יוריק נכון יהיה הר הבית, ופטישים יהדהדו בך חי נפשי. ירושלים כהנייך ולווייך, בדם בונים בך את הבית השלישי. ציון הלא תשאלי, לשלום בחורייך. ציון זה האושר שואג בחזנו פראים. למנצח מזמור, למנצח על מקלע ורימון בשערייך, בדמנו חיים, בדמנו חיים.